ასემჯერა ქვეყანაზე მოვედი როცა ვიყავ ბალახი ვიყავ ოთხი ცისაბაძე მე ასე ვიცი ქვეყანაზე მოვედი როცა ვიყავი წყალი და ჰაერი ვიყავი ისი მე ყველაფერში ვიყავი ადრე გავიდა ხანი ქვეყანაზე სხვადასხვა ფერთა ბევრმა წყალმა და ნიაღვარმა გადაიარა ვიყავ 1000 და გავხდი ერთი გავიდა ხანი და ვიქეცი ადამიანად რასაც ცოცხლობდი სამარადისოდ მე ახლა იმათ ვხედავ და ვისმენ და რომ იტყვიან ჩემს უკვე აღარ არის მე სწორედ მაშინ ყველაფერში გავჩერდი ისე და ისე ყველაფერში 70-მა შემოგვიყვანა ახლა მისი სული დედამიწას მოფარფატი ფოთლებთან ერთად 70 ზემთვის კანტელს დაადგინა და 70-მა გადახურვა გაუღიმა მიწიდან ამოსკდა იაში მიწიერი ის სული 70 საფუძს უნდა ჩაეკარგა ის ვაიმეს მაგრამ ფატალურად გაიზმურა შვიდიანი მისი ნაგვიანური ყოფილის ხდაზე სიგრძის სიცოცხლის მიჯნადი ახლა ვერდით და გაისმა ადამიანად ყოფის სერდის და მაცხების მისეული ყვილად გაგფოთ შიში არ ყოფის სიგრძე თვითონ გასწავლის კათათის შვიდში ჩაიჩოქა ცაში წითარი მიწას კი შერჩა სალამურის სველი მაგრამ ის მიეხველა არდა ხარი და ვიდა წიქარი გუთანიც ჰქონდა ეგდელეცი ერთ მოგდა ტკივის საწირავად ჩუქუთ მიჭრა ექსად წეცა იყო ოსტატი იყო შეგირდით დღენა ფიქრაო გამსჯერდა ყოფილდა ძუნწად რასაც შეგვიყვნენ საოცნობოდ გასამსჯერდა სულს კაეშანი აბალახობდა ღამეში იყო ნებაც ცხონებაც ხარები ცაში დაბალახობდნენ სალამურს თვიდა თელოსონი მისი ცხოვრება ხრიოქზე ამოხრეთქილ წყაროს გავდა გვალვას რომ ამაცებს ის თავისუფალი იყო როგორც სიყვარული ალესილი სიტყვი ხან მოწყვეტილი მეწყერებით დაუნდობელი ხან ისეთი მომფერებელი ისე სიوارნიელამულა ბაბუაწვებას ამ მიწაზე დააბიჯებდა არამიწიერი კაცი ვაჟა დადიანიძე პოეზიის სიყვარულით გაშენებული კაცი ღიმილი კაცი გული კაცი პატიოსნება კაცი რაინდი და განუმეორებელი რომლის ხიბლი და ღირსება უზომოდ დააკლდა მისი პოეტური პალიტრის დაკარგვით გაფერმქრთალებულ ჩემს პატარა ქალაქს მძიმე პირს ატარებდა მხრებით ცდილობდა პიროვნული თავისუფლება ყველაფერზე მაღლა იმავდროულად პატივიაცა სხვისი აზრისათვის არ ეძებნა უღირსი კომპრომისები ეცხოვრა შინაგანი პრინციპების ერთგულებით და ღმერთით საოცრად შორს ჭრებდა უსასრულო სამყაროს მისი ყოველი სიტყვა ღვთის სასწორზე იყო აწონი და ამიტომ განსაკუთრებული იყო მეუფე ანდრიას შეფასება როცა ის მისი ლექსების კრებულს გაეცნო ეპისკოპოსი არ აღმოჩნდა რიგით მკითხველი ოღონდ სიტყვა თქვა მაგრამ ყოვლის მომხდარი ეს სიგნი არ არის ჩვეულებრივი პოეზია ეს უფრო მეტია ამაღლებული ღაღადის იმ ადამიანის რომელსაც უფლება აქვს ელაპარაკოს ხმებს ნიჭიერი კაცის დაღიაზისო სულაც არ იყო გასაკვირი ნიჭიერება ხომ დადიანიძეების ოჯახის დაღილი იყო მამას პროფესიით მათემატიკოს ზეპირად ახსოვდა თურმე ქართული პოეზიის მთელი ანთოლოგია და თვითონაც წერდა ლექსებს დედა პედაგოგი იყო შვილების ნიჭიერებით გამოირჩეოდნენ მაგრამ ვაჟა მაინც განსაკუთრებული იყო ოქროს მედალზე დაამთავრა ვაჟთა პირველი სკოლა შემდეგ პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის მოღვაწეობდა და დისერტაციას იზრდა ჰქონდა მაგრამ პოეზია ხომ ადამიანზე ფიქრია და ამ ფიქრმა ისე გაიტაცა რომ ადამიანის შინაგანი სამყაროს წვდომა უმთავრეს საქმედ ექცა უსაზღვრო სიყვარულით დაავადდა ურთიერთგამტანი სიყვარულით ყველა ნაღდი პოეტი უყვარდა თავისი თუ უმცროსი თაობისა
შური არასოდეს ჰქონია და სულხან საბას განმარტებასაც ხშირად იმეორებდა. შური არს წუხარებაი სხვისა სიკეთესა ზედა. თითქოს ცდილობდა ირგვლივ მყოფებშიც ჩაეკლა ეს მანკიერება. პოეზიამ ისეთი განსაკუთრებული ყვალი გაატყო არა მარტო მის სულს, არამედ გარეგნობასაც, რომ ერთი უცნაური შემთხვევის მოწმება, რომელსაც შემდეგ გემილით იხსენებდა ყველასათვის საყვარელი მწერალი ილონ ბეჭანაშვილი. მატარებელში შემთხვევით შეხვედრია ბატონ ვაჟას. მაშინ ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ. ბატონი ვაჟა მატარებლის დერეფანში ფანჯარასთან ერთად ამერო სივრცეს გასცდელოდა. გარეგნობით რომ შესანიშნავი იყო, რაღაც უცნაურად კეთილშობილი ხიდი იცდახდა. სწორედ ისეთი ბატონ გურამსურმა აეღია და პოეტი ხომ არ არის. მართალია უცნობებთან გამოლაპარაკება არ სჩვეოდა, მაგრამ ისე დაინტერესდა პროფესია კითხა. ბატონმა ვაჟამაც თავაზიანად უპასუხა, რომ ტექნიკური ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული. გაწმილება შენიშნა და ახლა თვითონ დაეკითხა თავშეკავებულა. თქვენ გინდობთ? ისეთი მართალი კაცი ჩანდა, ბატონმა გურამმა ვეღარ დაუმალა და ბატონღაც პოეტი მეგონა უთხრა. ბატონი ვაჟა გაიბადრა და ხმილით უპასუხა. კი, ჩემი ძირითადი საქმე პოეტობაა. შემდეგში ორივე სიამოვნებით იხსენებდა ამ შეხვედრას. ბატონ გურამს თავისი ავტო უხაროდა. ბატონ ვაჟას კი სიამოვნებდა, მაშინ უცნობი მკითხველისთვისაც, რომ პოეტი აღმოჩნდა. მე და ვაჟა დადიანიძე ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს. ერთად თამაშობდით ჭადრაკს, ატენის ბანაკში, ერთად ვატარებდით ზაფხულს, ერთად ვარჩევდით ლექსებს და ერთმანეთს ვკითხავდით ახალ ნაწარმოებებს. გარდა იმისა, რომ მე და ვაჟამ ერთადაც ვიმუშავეთ წლების მანძილზე, ქვეყანა შემოიარეთ. სადარ ვიყავით? მოსკოვში, კაუნასში, დონეცკში, ქართველ მეცხვარეებთან იზრაელის საძოვრებზე, ბათუმში. ერუდიტი იყო ვაჟა, ძალიან გასწავლული იყო. მახსოვს, როცა ჩვენთან აკრძალული იყო, როგორც ჩვენთან საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო პასტერნაკის ექიმი ჟივავო, ვაჟას რაღაც არხები ჰქონდა წიგნის მოყვარულ ადამიანებთან. ერთ-ერთმა პირველმა წაიკითხა რუსულად გამოცემული სამიზდათის გამოცემა ერქვა, ასე ეძახდნენ რუსები. პასტერნაკის ეს გახმაურებული რომანი, რომელმაც ნობელის პრემია დაიმსახურა და რომელსაც ამ პრემიაზე ხრუშჩოვის ხელისუფლებამ უარი ათქმევინა ავტორს. ვაჟა იყო მტერი ჩარჩოების, შტამპების, პედანტური პუნქტუალობის. რამდენად იგი გამოირჩეოდა სხვებისგან, ძალიან ორიგინალური იყო. მახსოვს ერთხელ თბილისელმა მწერლებმა ჩამოიარეს ავტობუსით, ვაჟაც წავიყვანეთ, წავედით ხარაგაულში ლიტერატურის საღამოს გასამართად. გაიმართა საღამო, რომელსაც შემდეგ მოყვა ურმაგელი, როგორც ქართული წესია. ურმაგელიც დამთავრდა, სულ დამთავრდა და ავტობუსში ავედით, მივდივართ ყველანი. მივდივართ, ჩვენ მაკოვში ჩამოვიდეთ, თბილისელმა მწერლებმა გააგრძელონ თბილისისთან. ყველანი ვართ ავტობუსში, ვაჟა არ არის. ეს მეუღრეა, კაცო, ჩვენი გორელი მეგობარი რა იქნა, აბა ჩადი ნახე. ჩამოვიდი ავტობუსიდან, შევედი ოჯახში. ჩვენი ვაჟაზის სუფრაზე, მეუღრე ვაჟა, ყველგან გარეთ. ყველანი შეხედან ავტობუსზე და მივდივართ მეთქი. ვაჟა მეუბნება, მასპინძელთან ახლა მრავალჯამიერი უნდა ვიმღერო.
სანამ მრავალჯამიანი არ დაამთავრეს მას პენზელმა დავაჯამ ავტობუსი გარეთ იცლიდა. ვაჟას აზრს ვაფასებდი. მას საკუთარი კრიტერიუმები ჰქონდა შეფასებისა და ერთხელ ხლა ხება ყველას სიამოვნოს ერთხელ დიდად მამა როცა ჩემი პირველი ტომი ცნობილი მწერლის დიდრონ ერთ ტომოზე მაღლა დაყარა. ვაჟა ადამიანის აკარგეთ ერმა დაკარგა ნიჭიერი მწერალი. ხოლო მე ჯერფასი მეგობარი სიფრმისთან. 1960 წლის ჟურნალ მერანით მიაახლა ვაჟა დადიანიძე ფართო მკითხველს როგორც პოეტი. 1960 წლის ჟურნალ მერანით მიაახლა ვაჟა დადიანიძე ფართო მკითხველს როგორც პოეტი და აქ გამოქვეყნებული ერთი უსათაურო ლექსით თითქოს საკუთარი ბედი იძინასწარმეტყველა. თუ დღეს როგორმე გადაურჩები, მერე საღამომ ზომას თვალდათავ, მერე ვორდები, მერე ვსამდები და ვიკარგები ასე თანდათან. მერე დამტოვებს თუ რა მოძველდა და შევისურთავ ყველაფერს ხარბად. მერე დავუწყებ ჩემ თავს მოძებნას, ფრთხილად, ოდესმე ვიპოვიავ და რა უნდა ყოფილიყო საკუთარი თავის პოვნის იმაზე უფრო სრულყოფილი გამოვლინება, ვიდრე ტრიოლეტების კრებული ნათლის ყვავილები და იქნებ მთელი ცხოვრება სწორედ ამ წიგნს წერდა, მისი ცხოვრების უმთავრეს წიგნს, რომელსაც მაშინღა ეღირდა სამზეოზე გამოტანა, როცა თვითონვე გადაწყვიტა. იქნებ დრო დადგა ჩრდილიდან გას. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია განმარტავს. ტრიოლეტი მყარი სალექსო ფორმაა, წყვილრითმიანი, 8 ტაეპოვანი ლექსი, სადაც პირველი ტაეპი მეოთხე და მეშვიდე ტაეპად მეორდება, ხოლო მეორე ტაეპი მერვე ტაეპად. ის საკმაოდ მკაცრი, ჭკვიანი და ჭირვეული, მაგრამ ჰაეროვანი ლამაზმანია, წერდა ანზორ აბულაშვილი. პოეზიის გურმათა გულთანპყრობელი, ფაქიზი გემოვნების, პრეტენზიული, ელიტარული ლიტერატურული სალონების ნებიერა და იქაც დიდი იშვიათობაა. ამიტომ მას ყველა მენიუში ვერ შეხვდებით, როგორც ნამდვილ დელიკატესს და ჭეშმარიტ სამეფო ხილს. ტრიოლის შემოჭრისთანავე მას ხარკი მიუღო თითქმის ყველა მოაზროვნე პოეტმა, გალაქტიონმა თუ ტერენტი გრანელმა, ტიციანმა თუ პაოლო იაშვილმა, სიმონ ჩიქოვანი. მათ მერე თითქოს აღარ არის გახსენებია და უცებ ვაჟა დადიანიძე 64 ტრიოლეტით. ამდენის გადანაწილება მთელ ქართულ პოეზიაზეა შესაძლებელი. ვაჟა დადიანიძის, როგორც ფართო თვალსაწყიერის მქონე ინტელექტუალის, საკუთარი თავისადმი მკაცრად მომთხოვი, დახვეწილი და მაღალგემოვნებიანი შემოქმედის ქმნილებებს განსაკუთრებული შეფასება მიეცა. ამ ტრიოლეტებში ყოფნა არ ყოფნის წამი წრიალებს, სულის წყვდიათში შეძრული ნაყოფილით და ეს ჰამლეტისეული კითხვა მოსვენებას უკარგავს შემოქმედს. მას ელანდება გვირგვინი ეკლის და ჯვარს გოლგოთას თვითონვე ზიდავს. მან კარგად იცის, რომ ცხოვრება ისეც აუგად გაგვსვრის და ამიტომაც ებადება უდაბნოს სევდა. წერდა ზაალ ბოტკოველი. თემურ ქორიძე კი ასე აფასებდა. ჩვენს გიჟ დროში ერთობძნელია პოეტმა შეინარჩუნოს ღრმა შინაგანი თვითკონცენტრაციისა და საკუთარ სულთან მეყურადების უნარი, რაც ასე მკაფიოდ მჟღავდება ამ ტრიოლეტებში. ერთი შეხედვით მკაცრი, მაგრამ თავისი სიმყარით გამორჩეული კლასიკური ფორმები სულიერ ვნებათა გამოხატვის ყველაზე მაღალ რეგისტრს წარმოადგენს. ეცით ჩემ და სავალალოდ და ვფიქრობ, რომ ბევრი რამ დავკარგე. ძალიან ცოტა ხანი მქონდა ვაჟასთან ურთიერთობა, თუმცა კი საოცრად დამოხტული და მყარი. მაგრამ ეს ურთიერთობა გაგრძელდა 2.5 წელიწადი, 3 წელი სადღაც. და ახლა განვიცდი იმ წლებს, რომელიც მე არ მაკავშირებდა ვაჟასთან და არ ვიყავ მასთან ახლოს. ამდენად დანაკარგი, უფრო მეტად მეზრდება, იცით, რომ ის მანძილი, რომელიც ვაჟა უჩემოდ გამბოდა მე მის გარეშე, ვერაფრით ვერ ამოვახსე. საოცრად საინტერესო პიროვნება, საოცრად სავსე პიროვნება გახლდათ. ალბათ ესეც რაღაც ბედისწერა იყო, რომ ისიც დაგუნებული
შეხვედრა და ჩემთან მეგობრობას და მეც. მაგრამ მე ვფიქრობ ახალგაზრდობიდან უფრო კარგად წამოვიდოდით, რატომაც ასე მგონია. ეს იყო საოცარი პიროვნება, საოცარი შემოქმედი და საოცარი მეგობარი. ცით სამაგალითო კაცი, თუ შეიძლება ასე იყოს. სამაგალითო თავისი შემოქმედებით და თავისი ურთიერთობით, თავისი დამოკიდებულებით სხვადასხვა მოვლენასთან თუ საგნებთან. კაცი ჩუმი, მშვიდი და თითქოს უჩინა. მე მახსოვს თუნდაც იმ მოკლე პერიოდში რამდენჯერ ვთხოვდი მას, რომ ჩამეხედა მე მოცემოდა საშუალება მის შემოქმედებაში ჩამეხედა და რატომღაც მგონია რომ ის წიგნის, რომელიც მე ახლა ხელში მიკერავ სასწაული წიგნი, ნათლის ყვავილების მგონია რომ ჩემი დაჟინებული თხოვნის შედეგად შედგა. ყოველ შემთხვევაში მე ასე მინდა იყოს და ამით არაფერი არ დააკვირდება არც მკითხველს და არც ვაჟას. უბრალოდ მინდა ვთქვა რომ ის იმდენად არ აქცევდა ამას ყურადღებას, რომ შემდეგ იქნებინა კიდეც რომ გვიან დაიწყო ყველაფერი ამის შეგროვება. და აი სადღაც 65 წლის ასაკში წერს კაცი იქნებ დროდად და ჩლილიდან გასვლის შენ გაყალდები და სხვა სწორად. გული წაიღო ეხა კატების იქნებ დროდად გაჩრდილიდან გასვლის ცხოვრება ისეც აუგად გაგსვლის ჩინით, მედლებით, ჭორით, ანტებით იქნებ დროდად გაჩრდილიდან გასვლის შენ გაყალდები და სხვა სწორად. იცით რა არის? აი 64 პრიორიტეტი. ეს იცით რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი პოეტური მემკვიდრეობა რომ შეკრიბო ყველა ქართველი პოეტისა ამის მეოთხედიც კი არ იქნება. აქ არის საოცარი ანთოლოგია. რა არის პრიორიტეტი? რას ნიშნავს პრიორიტეტი? რატომ იმართავდა ყველა როგორც საზღვარგარეთელი ისე ჩვენი გამოჩენილი პოეტები ამ ჟანრს და აი ეს რაღაც სასწაული წიგნი, აი პატარა წიგნი, რომელიც გულის ჯიბიდან შეიძლება არც მოიშორო და ყოველწუთში გადაშალოს საოცარი რამ ამოიკითხო მასში. აი წევსის სალამურს მეთაგვე უკრავს და ქალაქიდან იტყუებს ბავშვებს. დაენაცვლება კრაზანა ფუტკას მწევსის სალამურს მეთაგვე უკრავს, ვერ წდება ნუკვა ეშმაკის ლუკბას და ბოლავს სულით სტუნებით სავსე წევსის სალამურს მეთაგვე უკრავს და ქალაქიდან იტყუებს ბავშვებს. ანდა ეს საოცრება, რომელიც მას სამწვარებული აქვს მთელი წიგნის წინ. ძეწნის ტოტებზე ეკიდა ჩანგი და დამტვრეული მქონდა თითები. ლენაქ საგანა ფუჩნი და ჭანგით ძეწნის ტოტებზე ეკიდა ჩანგი და ბრუნდებოდა მავანი ბანგით და ხურდებოდა ლხინი კირთების. ძეწნის ტოტებზე ეკიდა ჩანგი და დამტვრეული მქონდა თითები. ამის საკითხვა ასე არ არის ზებირად დაიმახსოვრდა და წარმოთქვა. ამას უნდა ყოველდღიური კითხვა. იმიტომ რომ შიგ გარდა იმ საოცარი მუსიკის, რომელიც თავად პრიორიტეტში არსებობს, აქ არის უზარმაზარი აზრი, ფილოსოფიური აზრი ყველა ლექსში. მერე საოცარი ქართული დაწერილი. იმ ქართულით, რომელსაც დღეს ჩვენ არ ვლაპარაკობთ. ჩვენ დასაუბრებთ. ამდენად მე მიმაჩნია, რომ ვაჟა ჯერ კიდევ არ არის აკითხული. და მე მიმაჩნია, რომ ის ვინც ვაჟას კითხვას დაიწყებს, ის მას თავს ვერ აღარებს. აი ეს მინდოდა მეთქვა იმ შესანიშნავ პიროვნებას. ასე წარმოგვიდგა ვაჟა დადიანიძე, როგორც 2 საუკუნის გზა გასაყარზე შერჩენილი ქვეითის ზავი, თანაც თხემით ტერფამდე ქართველი, რეალობით შეძრწუნებული და აფუძვლაქებული. შეძრწუნებული იმით, რომ მის თვალწინ ქართულობას სატანა შესჩენია და ჭანგებით ფურჩნის, რომ ახლოვდება სამსხიავრო უფლს. დატყვევებული სიმართლე ბორგავს და საშუალს ვერ პოულობს. შენახარ ერთი და ყველგან ახარ. მე კი მრავალი ერთი ვარ ჩემში. გრძნობ, ხედავ, მაგრამ მიჭირს დანახვა. შენახარ ერთი და ყველგან ახარ. ან დაძლევს ვუდეს და გადავლახავ, ან უძლურება დამშლის და შემშლის. შენახარ ვაჟა დადიანიძე არ ამძიმებდა დედამიწა.
და მისი წიგნებიც არ ამძიმებენ თარორებს. ის არ გავდა იმ პოეტს წიგნებს რომ ითვლის. უბრალოდ ლექსებს წერდა და უფრო მეტს კითხულობდა. მერე მწერალთა კავშირის გორის განყოფილებაში მიიწვიეს კონსულტანტად და ხალისით უძღვებოდა შემოქმედებით ახალგაზრდობას. მეც მოითხოვდა ნიჭიერი მაწვილებისაგან, მათი კერპი იყო. განსაკუთრებული იყო მათი, როგორც ოსტატისა და შეგირდის ურთიერთობა. ნამდვილი შემოქმედის ცხოვრებით იცხოვრა. მთელი მისი ცხოვრება იყო შემოქმედება, უბრალოდ ასე ვიტყოდი. უყვარდა ხოლმე თქმა, ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად გააჩინა და ეს კი პირველ რიგში იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი ადამიანი შემოქმედი უნდა იყოს. მისთვის შემოქმედების სფერო არ იყო შემოსაზღვრული. შემოქმედების სფერო იყო მისთვის როგორც ხელოვნება, ისევე ადამიანებთან ურთიერთობა, სიყვარული, სუფრა, მოკლედ ყველაფერი. შემოქმედების სფეროს განეკუთვნებოდა მისთვის. ბატონი ვაჟას ოთახი მწერალთა კავშირში. ჩვენთვის ახალგაზრდებისათვის, ლიტერატურის მოყვარული ახალგაზრდებისათვის ნამდვილი ოაზისი იყო, ხოლო თავად ბატონი ვაჟა იყო ჩვენი გურუ, რომელიც გვაზიარებდა მშვენიერებას, ჭეშმარიტებას, თავისუფლებას. უყვარდა ხოლმე ყოველთვის გთხოვდა, რომ ჩვენი აზრები გამოგვეთქვა, ჩვენი სიტყვებით გველაპარაკა. ნებისმიერი სისულელი შეგიძლიათ თქვა ამ კედლებში, ოღონდ ეს იყოს თქვენი აზრიო. თავისუფლებას გვაჩვევდა, საკუთარი პოზიციის გამოთქმას. ამით ფიქრობდა, რომ ყველა ღირებული არის ის, რაც ადამიანის შიგნით იბადება და არაფერს გარედან მოხდეულს აზრი არ აქვს. ეს იმ პერიოდში, როცა სამზარეულ იდეოლოგიას გვთავაზობდნენ სკოლებში, ინსტიტუტებში, ოჯახებშიც კი ფიქრობდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახალგაზრდების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. არ თავისი გამოცდილება, არ ცოდნა, არ დრო და ენერგია არ ენანებოდა ჩვენთვის. არ იყო ისეთი მასწავლებელი, რომელიც ხეზე ასლაც არ ასწავლის თავის შეგირდებს. პირიქით, ცდილობდა მაქსიმალურად გადმოეცა ყველაფერი, შემთხვევით სურვილი ჰქონოდა, რომ გესწავლა. ეთაყვანებოდა მთელი ცხოვრება სილამაზეს. ასეთ ამბავს გვიყვებოდა ხოლმე. რომელიღაც ცნობილ ავიაკონსტრუქტორზე მიუტანეს თვითმფრინავის მოდელიო და რჩება კითხეს. ასეთი კონსტრუქციით აგებული თვითმფრინავი როგორი იქნებაო? და მან უპასუხა, ეს თვითმფრინავი ვერ გაფრინდება, იმიტომ რომ ლამაზი არ არის. და ძალიან უყვარდა ხოლმე ამ კონტექსტში სილამაზეზე საუბარი. ფიქრობდა, რომ სილამაზე ადამიანის უპირატესობა კი არ არის მისი მოვალეობა, თითოეული ადამიანის მოვალეობა, რომ იყოს ლამაზიო. ძალიან უხაროდა და ამაყობდა ჩვენი წარმატებებით ყოველთვის. მახსოვს ერთხელ უკვე მასთან გამომცემლობაში ვმუშაობდი, რაღაცა სამსახურებრივ თემაზე რაღაცა დავაფრთხილდა. როგორც ჩანს, ჩემი პოზიცია ცოტა არაკორექტულად დავაფიქსირე, იმიტომ რომ ნაწყენი დამრჩა. ჩემს ოთახში ვზივარ და ცოტა ხანში შემოდის ბატონი ვაჟა, თვალები გაბრწყინებული, გახარებული, გადამეხვა და გადამკოცნა. ვერაფერს ვერ მივხვდი რა მოხდა, თუ შეუტანეს გაზეთი, სადაც იყო ახალდაბეჭდილი ჩემი სტატია და ეს სტატია მოეწოდა ძალიან. მითხრა იმის გამო, რომ ეს სტატია დაწერა, ჩათვალე რომ უკვე ყველაფერი გაპატია. ასე გახარებას ხოსი წარმატებით მართლა ხოლო ძალიან ახლობდა. ძალიან კეთილის მსურველ და ჭეშმარიტ ადამიანს შეეძლო. მე ბევრი არ ვიცი, გასულობად არ შემოხვედრია ცხოვრებაში. იყო საოცრად უამბიციო ადამიანი. ვერ იტანდა სიყალბეს, პომპეზურობას, ამ ყველაფერს თვლიდა უგემოვნების გამოვლინება და უგემოვნება ძალიან ეჯავრებოდა. იყო ძალიან უპრეტენზიო, აგრეთვე თვლიდა, რომ პრეტენზიები მხოლოდ საკუთარ თავთან შეიძლება ჰქონდეთ. სხვათვის მიმართ პრეტენზიულობა კი ეს მხოლოდ უგუნური ჭირველობაა და სხვა არაფერი. ამას ვერ ეგუებოდა. ჰქონდა უზარმაზარი იუმორის გრძნობა. სამწუხაროდ იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც ანეკდოტას ვერ იმახსოვრებენ, თუ რომ უამრავი ლამაზი ურობის გახსენება შეიძლებოდა. ბატონმა ვაჟამ თავისი სული უშვილად გაგვინაწილა ყველას, ვინც მას ვიცნობდით და ვფიქრობ, რომ ვის კვლავ ჩვენთან არის, რა კი მისი სულის ნაწილს ვატარებ. ერთ წიგნზე დამიწერა ჩემს შეგირს და თანამზრახველსო.
და ეს იყო არჩეულებრივი მიგნება ჩემთვის. ეს მართლაც ასე ყოველთვის ვიყავი ვარ და ვიქნები მომავალშიც მისი თანამსახველი. ეს ჩემთვის დიდი პატივი და მოვალეობა. შეუფასებელი იყო ვაჟა დადიანიძე, როგორც რედაქტორი. მისი რედაქტორობით გამოვიდა ყოველწლიური ჟურნალი „სილაში ვარდი“, არაჩვეულებრივი შემოქმედებითი ჯგუფი. ჭაბუ ამირეჯიბი თითქმის მთელი ოჯახით, გრიგოლ აბაშიძე, აკაკი ბაქრაძე, რეზო მიშველაძე, ნუგზარ შატაიძე, ლერი ჩანდლაძე, კობა იმედაშვილი, ანზორ აბულაშვილი. გარეკანის მხატვრობა რუსუდან ფეტვიაშვილმა შეასრულა. 3 ნომერი მოამზადეს, მაგრამ მხოლოდ 1 ნომრის გამოცემა მოხერხდა. მისივე რედაქტორობით გამოვიდა 4 ნომერი ჟურნალისა „შამათი“, რაც მისი მეორე დიდი გადაცემის ჭადრაკის სიყვარულმა განაპირობა. ის სულ სხვა ამპლუაში, ნიჭიერ საჭადრაკო კომპოზიტორად მოგვევლინა. თვითონ ასე წერდა: ძალიან მიყვარს ჭადრაკი და დროის სიმცირის გამო, რადგან ტურნირში ვეღარ მონაწილეობდი, საჭადრაკო კომპოზიციას შევეხიზნა. ამას ბიძგინისსა დიდ ქართველ საჭადრაკო კომპოზიტორ საერთაშორისო დიდოსად იოსებ კრიხელთან მეგობრობამაც. სულ მოკლე ხანში რამდენიმე საერთაშორისო კონკურსშიც გავიმარჯვე და ისე ჩამithრია, სხვა ყველაფერი დამაგიწყდა. ეს იყო ბანგი, რომლისგანაც ძლივს გავთავისუფლდი. თუმცა ამ დროისათვის უკვე 20-ზე მეტი საერთაშორისო მნიშვნელობის პრიზი მქონდა მიღებული. დრო და დრო მაინც გამობრიყვებენ ხოლმე, რადგანაც დღემდე საქართველოს ნაკრების წევრი ვარ და გუნდის ინტერესების გამო ხანდახან ისევ მიიჩნდები ხოლმე საჭადრაკო მაგიდას. მისმა ამოცანებმა ოკეანის გაღმა ქვეყნის კრებულშიც დაიდობინა, თუმცა მარტო ეს არ იყო. სიჯაბუკეში ფეხბურთას თამაშობდა და საქართველოს ჩემპიონიც იყო ფარიკაობაში. მაგრამ მაინც თეატრის სულ სხვა სამყარო იყო. სამი შესანიშნავი პიესა დავიტოვა, როგორც ნიჭიერმა დრამატურგმა. ცხაპარიყო, ხეალგად ამოდიოდა, დოღი და კვიცები. სამივე დაიდგა გორში. შესანიშნავი მეგობარი იყო, შესანიშნავი პოეტი, ამაზე ლაპარაკიც. მაგრამ დრამატურგობა რომ ჩაეცლება ის დღეს 87 წელი, ვისაც ჩუმად შემთავაზა იქნებ მაინც და მაინც შენ დადგავო ეს ზღაპარი, რომელსაც ზღაპარიყო და მართლა ზღაპარიყო. საიდან მოუვიდა ამდენი საოცრებები, ესე ყველა სამყაროს შეეხო, როგორც ხმელეთს, ისე ცას, მიწას, როგორიც იყო თვითონ. ყველგან იყო ეს წყნარი, უპრეტენზიო, ულამაზესი ადამიანი და გარემოებითაც ულამაზესი იყო ჰოლივუდის ფასპორტს ვადარებდით ხოლმე ხანდახან. ნეტა კიდე ახლა ზღაპარი მიდეს, ანდერსენის ზღაპარი მიდეს, მაგრამ ის ქართული ზღაპარი იყო, სულით, ენით, ინტელექტით, რასაც გარეშე მიჭირს, ძალიან ხშირად მიჭირს, რომ არ ამყავს ადამიანი, რომელმაც შეუძლია ესე ძუნწად მითხრას, ბიჭო რა კარგი იყავი. ბიჭო რა კარგად გამოხდის. მადლობა თქვენ ყველას, ვისაც გახსოვთ ჩემ ვაჟა. არანაკლებ მნიშვნელოვანია დადიანიძისეულის სრულყოფილი თარგმანი, ლიტური ანთოლოგია და პიესები, ბულგაკოვის საქანელნი ცისანი და ტოდოროვის გველეშაპის ქორწინება. ამ პიესებმაც დაამშვენა გორის თეატრის სცენა. წუხდა, თანამედროვე ქართულ მწერლობაში არ აყვავსო გმირი, თუმცა სამაგალითო გმირად დათა თუთაშხია მიაჩნდა და შეუდგა წერას. უკვე გამოკვეთილი იყო თორღვა ძაგანი, მაგრამ ვერ დაამთავრა. იგივე ბედი ეწია რომანსას უფლის ციხე. არადა რამდენი მასალა მოიწია. თეატრი მისი მეორე ოჯახიც იყო. თეატრში იყო მის მიერ სულთადმული გამომცემლობა ფარნავაძე. აქვე მოღვაწეობდა მისი მეუღლე, ნიჭიერი და რაფინირებული გემოვნების ხელოვანი ქალბატონი მაგული გარდაფხაძე. შვილებსაც იგივე სურჩევდა, თუმცა საკუთარი აზრის თავზე მოხვევა არ სჩვეოდა. აკი წერდა კიდეც. ჩემ შვილებს მათი ასაკის მიუხედავად ყოველთვის ველაპარაკებოდი როგორც ტოლი ტოლს. ყველა თაობას თავისი განსაკუთრებული რაღაც მოაქვს, ისი ბოლომდე გაგებაც სხვა თაობის ადამიანებს უჭირთ.
ამიტომ ბავშვებზე საკუთარი აზრისა და ნების ძალდატანებით თავზე მოხვევა შეიძლება უარესი შედეგი გამოიღოს, ვიდრე მათ მიერ დაშვებულმა შეცდომებმა. მშობლების მოვალეობა შვილებს თავისი აზრი გაუზიარო. შვილების უფლება მიიღონ ან არ მიიღონ იგი. გვანცამ სრულად გამოიყენა თავისი უფლება და მამის რჩევით პროფესიით ჟურნალისტმა თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრა. დღეს გვანცა გორის თეატრის სცენას ამშვენებს და ბედნიერია. მაგრამ ჩემს ბედნიერებას აკლიაო მამა, როგორ მომეფერებოდა თავისი ღიმილიანი სახით, ხომ სწორად გირჩიეო თეატრი. უფლის ნებით დღეს ზურას თეატრშია და ბატონი ვაჟას სულიც ალბათ სასუფეველში ზეიმო. მანდა გახსოვს ერთხელ პატარა იყავი და მე და მამა ვსივართ რაღაცაზე ვსაუბრობ და შემოგანცამდი. ჯერ მამის შეხედე მე და ვთქვი მამი რა გვიყავი შენ ესა ჰა და თვალებს მივანიშნე. მამის რეაქცია იყო ძალიან აისეთი რა და აი ეს სუმახსენდება ხოლმე ეს და ეხლა აი სხვათა შორის როცა მამა გარდაიცვალა განს თუნდაც მithქვია მე მაგრამ შემახსენა რომ მე კი ის კი მივხვდი რომ მამა დავკარგე მაგრამ ვინ დავკარგე ეხლაც ვერ მივხვდავ ალბათ ჯერაც ვერები ცნობიერებია ეს ამბავი სივაჟერთა დირექტორის საუბარი როგორც ძნელია ისე ადვილია იმიტომ მას მრავალი სამყარო ქონდა მრავალი სამყარო რომელშიც ასე თქვათ მოგზაურობდა ერთ-ერთი იყო თეატრი და მისი მაგალითად ვართ ამ წუთშიც თეატრში ვიმყოფები მოღვაწეობთ და ჩვენ გვერდით არიან მისი ის მეგობრები რომელთანაც ერთად ქმნიდა ამ დავიწყარ პიესებს თუ სპექტაკლებს ჩემთვის ძალიან ძნელია ისეთ ადამიანებზე საუბარი როგორც ბატონი ვაჟა დადიანის იყო ჩემი სულიერი მეგობარი ის დღე და ხამეს უერთოდ ვიყავით ბევრი ტაქსინებია თავზე ხელოვნებაზე საუბარში და არის ძალიან ბევრი რომ შეიძლება ითქვას მასეთ უძლურია გამოსახატავთ ამიტომ დამჭირდა სიმღერა მის მოსაგუნდა ტექსტი მისია ძალიან უყვარდა დედაჩემს ეს სიმღერა თვითონ ასრულებდა მოხდა საოცარი რომ 5 დღეში ორი წლის წინ ორივე ჩემი უდიდესი სულიერი მეგობარი დავკარგე ჩემი ვაჟა და დედაჩემი დარჩა ეს სიმღერა როგორც პრემიერას პირველად ხდება ტელევიზიით არც სცენაზე არ შეასრულებულა მხოლოდ სამეგობრო წრეში სრულდებოდა და თხოვე ახლა ჩემს გვანცას ბატონი ვაჟას კარიხის რომ გემოვახერხო და შეასრულე ჩემთვის ძნელი აღარ დამიგრას ეს სიმღერა და შეიძლება ისე აღარ გამოვიდეს და ძალიან დიდი ტკივილი დამიტოვა ამ ორი ადამიანის დაკარგვამ და თვითონ სიმღერაშიც ეს ტკივილის ტექსტშიც და მელოდიაშიც და შეთანხმებით შეძლო და შევასრულოთ ნახოთ Thank you.
აქ დედამიწაზე ის მაინც ყველაფერშია. თუმცა ოცნებას ვერ დაეწია, რადგან იმ პიესის დადგმაზე ოცნებობდა, რომელიც ჯერ არ დაეწერა. ან და იმაზე, მთელი ცხოვრება საყვარელი საქმით ყოფილიყო დაკავებული და ყველაზე მეტად დროის უხმად ფლავრას ნანობდა. ყოველთვის ჯეროდა. ჭეშმარიტი შემოქმედი მარტო არასოდეს არ არის, რადგან შემოქმედება ერთჯერადი აქტი არ გახლავთ. იგი უწყვეტი პროცესია. თავდება ერთი ნაწარმოები და იწყება მეორეზე ფიქრი. ასე რომ მარტოობისათვის შემოქმედი ვერასოდეს ვერ იცლის. იგი მუდამ განხორციელებული და განუხორციელებელი იდეების ტყვეობაშია. რაც შეეხება მარტოდ ყოფნას, ეს შემოქმედისთვის ხშირად აუცილებელია. თუმცა ზოგჯერ ხალხმრავალ ადგილებში შესაძლებელია ნაყოფიერი მუშაობა. ის ისე ყველასა და ყველასში. შვილებსა თუ შვილიშვილებში, მეგობრებსა თუ შეგირდებში და ჩვენში, მისი პოეზიის ურიცხვთა ყვანისმცემლებში. მეუღლისად მიმოწმული უმშვენიერეს სტრიქონებსა და იმ ხანგრძლივ საუბრებში, რომელიც დღეს ასე ემატრება და აკლინა ქალბატონ მახულის. სამწუხაროდ მარტო საუბრები არ მაკლია და მენატრება. ასეთი ინტერვალი ბაშორებს უკვე არ არის ცოტა. 3 წელი გახდება, სადაც ვერ შევეგუე იმას, რომ აღარ არის. კი მიწევს უმისებს ცხოვრება, მენატრებია, ვიცი რომ გარდაიცვალა, მაგრამ ყოველ წუთს და იცით ყველა დილა იწყება ვაჟაზე ფიქრით, ვაჟაზე ლოცვით, ყველა საღამო ასენთავდება და ყველაზე მტკივნეული არის ის, რომ ადრე რაც მეჩვენებოდა, რომ იშლებოდა და რაღაცას აშავებდა თუ აფუჭებდა ხელს ჭყალებში, იმიტომ რომ უნდა დაეშავებინა ადამიანს, რომელმაც არ იცოდა სიბოროტე, არ იცოდა მტრობა, შური, ღალატი, სიყვარულისთვის იყო გაჩენილი. და მე თუ მკითხავთ ყოფილი ცხოვრებისთვის არ უნდა დახარჯულიყო და ეს მენანება ყველაზე მეტად და მენანება ის, რომ რაღაცა ვალდებულება ჰქონდა ოჯახის მიმართ და ირჩებოდა ამისთვის სხვაგვარად არ გამოდიოდა რთულ პერიოდში. თუმცა ვცდილობდით, ვინც ვიცოდით ვაჟას ფასი, ყველა ვცდილობდით, რომ მისი რეალიზება მომხდარიყო მაქსიმალურად. არ დამავიწყდება ბოლო პერიოდში უკვე რომ მივხვდით, რომ ძალა ეცლებოდა, მისი ჩანაფიქრი ვიცოდით რას აპირებდა. ვანო არ ჩაწეგანისდა ძალიან მტკივნეულად გავერიდებოდით, გავიდოდით მეორე ოთახში და ჩურჩურებით იქნებ რამე დავაცდენოთ, იქნებ რაღაც გვითხრას და იქნებ რაღაცა შეძლოს. არ იცოდა ვიცი ყოლა თუ მაგათით, ესეც არ ვიცი რამდენად მართალი იყო, ძალიან ძლიერი პიროვნება იყო, მაგრამ მაინც შეგვეშინდა რომ უფრო ადრეა დამსხვრეულიყო, მე ამაზეც მიპასუხა ღვთისნებით რაც და განგებისნებით რაც არის, ის მოხდებოდა მაინც და დღემდე არ ვიცით დავაშავეთ თუ არ დავაშავეთ. ვაჟას მოჰქონდა საოცარი იმედი და ოპტიმიზმი, არ არსებობდა ტრაგედია, რომელიც არ შეეძლო გაიადვილებინა და ადამიანურად გასაგები არ გაეხადა. მე ვერ ვიტყვი, რომ ის ეკლესიურად ცხოვრობდა ამ სიტყვის დიდი გაგებით, მაგრამ მისი ნათლის ყვავილების სხვა არაფერია, თუ არა მიახლოება და მცდელობა ღმერთთან. ის არ ფიქრობდა სიკვდილზე. ხშირად ავადმყოფობის დროს 67 წელი ბევრია, თითქოს პასუხს ელოდა, რომ მართლაც არაფერი არ არის 67 წელი. მით უმეტეს ვაჟას ასაკი არასოდეს არ ეტყობოდა. ყოველთვის ახალგაზრდა იყო და საოცარი წერილია ჯემალ ინჯიას არქივში ნაპოვნი, სადაც ზუსტად ამას ამბობს, რომ ჩვენ ახალგაზრდები ვიქნებით სიბერეშიც. დასანანია რომ დაუხარჯავი წავიდა, დასანანია რომ მისი ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა, მაგრამ საგზარი დაგვიტოვა მთელი ცხოვრების და მიზანი ცხოვრების პირადად მიხვდები თუ რამე გამათავისუფლებს ამ ტკივილისაგან, ამ დარდისაგან. ეს იქნება ერთადერთი, რომ მოვძებნო ჩემ თავში ძალა და დავიწყო უკვე მიპატრონება მისი შემოქმედების. ეს არის საკმაოდ სერიოზული მასალა, ძალიან მრავალმხრივი, მრავალფეროვანი, ძალიან საჭირო და არ შეიძლება ეს იყოს გამოკეტილი ჩემ სახლში. როდესაც ნათლის ყვავილები დაისტამბა, მაშინ თქვა, იცი, რა იგულისხმა.
ამას შემდეგ ჯემალ მომიავა გაართმევთ თავსო. ის ხედავდა ამ პრიორიტეტების გაცოცხლებას სცენაზე. მე უკვე დავიწყე ამაზე ფიქრი. ალბათ ეს მოხდება. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ხიალად ამოვიდა ეს აქტის კოლექტივში თუ კი იქნება სამხატვრო ხელმძღვანელის და მაშინ დაკავებული მსახიობების სურვილით, იმიტომ რომ ეს სპექტაკლი მე მაფიქრებდა და მაშინ ედა ღრმად ფსიქოლოგიურია, მითოლოგიის ცოდნით, ღრმად ცოდნით არის დაწერილი და სხვათა შორის საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო პროფესიონალების მხრიდან ეს პრემირებული პიესა გახლავთ. მე შინოდა მაყურებელი როგორ მიიღებდა, საოცარი იყო. რეაქცია რაც ახდა ყოველ წარმოდგენას. არის ამის სამსახელი კადრები, ახლა მოხდა წარმოდგენის მსვლელობის დროს გამოირთო შუქი და ბუნებრივია სპექტაკლი მარტო ტექსტი არ არის, მუსიკა სჭირდება, ქორეოგრაფია სჭირდება. სათვლის შუქზე გაგრძელდა წარმოდგენა და ასეთი ოვაციები იშვიათია და მივხვდით, რომ აქ სიტყვამ შეასრულა გადამწყვეტი როლი. მუსიკის, პლასტიკის, ან გამომსახველობის გარეშე სიტყვას ისმენდა დარბაზი და ამას მიუძღვნეს ოვაცია. ხოჭე იყო მრავალმხრივი. თუნდაც ამბობენ ძალიან გვიან მივხვდი რისთვის უნდა მიმეწყნა თავი, ότι ყველაფერს დასაწყილს კიდევდა ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა. იგი მთელი სერიოზულობით მუშაობდა დისერტაციაზე, იყო მანქანათმშენებელი ინჟინერი და რო დასრულდა მინიმუმით ჩაბარებული ჰქონდა და დისერტაცია სახეზე იყო აღარ დაიცვა, იმიტომ რომ მე ჩემი შესაძლებლობები შევამოწმე ამითო და აღარ ვთვლი საჭიროთო ყვავით ამას რაღაცას მოუძებნია სხვები, მაგრამ აი იმ პერიოდიდან მე უკვე მთლიანად გადაირთო ლიტერატურაზე და ჭადრაკზე. და როდესაც ნათლის ყვავილები უკვე დასრულდა და გამოიცა, მე გრძნობდი, რომ ელოდა ისეთ რეაქციას, რასაც იმსახურებდა წიგნით. ეს რეაქცია მაშინდე არ მოსულა, იყო ჩურჩულით, შეპარვით, მილოცვის ფორმით, აღტაცების სიტყვებით არ დაკლებია, მაგრამ სამწუხაროდ მთელი ეს წყება წერილების, აღტაცებული რეცენზიები წამოვიდა მაშინ, როცა თვითონ უკვე ძლივს კითხულობდა და რაღაც პერიოდში მომიწია უკვე ამ წერილების წაკითხვა, თვალებს დაფუჭებული ისმენდა და ჩამოდიოდა ცრემლები და მაშინ მივხვდი, რომ ეს ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი იყო და ძალიან დამწყარი. გული, რო უჯერებდი, კაცი რომელიც ფერი ცხოვრება წინააღმდეგ იყო ყოველგვარი ჩინებლების, ყოველგვარი აღიარების, იუბილეების, მაინც უნდა განებიღებულიყო და სიცოცხლეში უნდა ეთქვა ვიღაცას უფრო ხმამაღლა ის, რაც მერე უთხრეს მომაკვდავს და განსაკუთრებით გარდაცვალების შემდეგ. თუ რამე შემიძლია და ჩემს სიტყვას თუ რამეც არ აქვს, დაიმატეთ კიდევ ერთი გადაცემა გაბედობნაირად და ეს უკვე მიეძღვნეს იმ ადამიანებს, ვინც იმსახურებს სიცოცხლეში მოხერებას. და ყველგან ის სულის პოეტია, განსაკუთრებული ნიჭის, ჩაღრმავების უნარისა და შინაგანი სიწრფელის მქონე პოეტი, რადგან მხოლოდ მას, როგორც მიჯნურს, შეუძლია ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარულისადმი მიძღვნილ წერილშიც, ასე განსაკუთრებულად, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხიბლით აამღეროს სულის პოეზია. იმ წერილში, რომლის პასუხს მრავალი წლის შემდეგ უკვე იმქვეყნიურ სინათლეში დაეწაფება მისი მარადიული სული. ჩემონაგული. ახლა სასტუმროს მოსყიდოთ აქვს. მე მალამაზე შენზე ფიქრები და სიტუაციის საღებო გარდაც მავსებით არცაყარებით შედგა. ასე თავდათავად თავისუფლდები მატარებლების და პრობლემის ყოველსება და მარტო. მე მოვიდოდი შეს ქუჩაზე 4 მეებადია სარკმელი ჩამნელებული სარკმელი ოთახებიდან თუმბალდა ჰაერს გარეთ თუმბალდა და გამოკონდა ჩემთან დატოვებული სულის ნაწილი. ბოლი რომელიც სულკავი ხარვა სიტყვა რომელიც ხელებს შემოგვიდა ასნა გერავაც რასაც გამოსებდა ხმაური. მე არ ვიცოდი თუ დარჩებოდი მე არ ვეგულა ჩემი ხონა გარჩევოდა და მე პირველად დავწნავდი რომ ახლოს ნება
გამოდიოდი და ვრჩებოდი და მოვიდიოდი. და ვაგონების ფართო ხანჯლებში ერლებოდა ხეები და ასხლები ტრამიშული. მერე თანდათან ყველაფერი დაპარამავდა მარტო თახჩი. მერე გამოჩნდა ვიღაც მესამე და უკითხავად ეპისტოფელის სახით ნირკ. ახლოს მოვიდა და დავინახე, მას არ ჰქონდა არაფერი სახის გარდა. და მე დამწიფდი და მეცეკვი აშლი გამხდიდებს. შემსახელდა აღაწრიალა. თუმცა არასდროს მოდია ძალა, რაც ფასი რამე, რომ გამხდარებოდ თუნდაც შენი სულ უმნიშვნელოდ გივიწყებს. ვიღაც მესამე იდგა ჩვენ შორის, რომელსაც არ ჰქონდა სხეული და ჰქონდა ჩრდილი. უკვე აივსოს სიგარეტის ბოლით ოთახი და მე არავის არ მომალა არც ვიმარგები. მე ყველაფერი შემიძლია მოგალაკეთო გავიდე გარეთ და მეზობლებს განესაუბრო აუ ლამაზ გოგოს აუ არ შეგადე. ანიცე დავთრევ სასტუმროს და იმათო რაზე შეგადე. ჭორია ისი არ ჩადიანებს როგორც მანდეთკე. არავინ არის გამკითხავი აქ არავის. მაგრამ შენ არ ხარ და არაფერს არ აქვს ბასი. მემშვიდობები ჩემო კარგო მემშვიდობები. მოგითხრა ყველა ნანებს, მანანებს და თქვენი კასტის ჩემს ნაცნობ წევრებს. გოცნი დიახორით მიგვაფრთხილია, რომელიც კიდე ამრისჭია. წერში მაშა.